გამარჯობა, მე ვარ მაჩვი და დღეს ვილაპარაკებ არპეჯიოზე. მოკლედ რომ ვთქვათ, არპეჯიო არის გამაში შემავალი ბგერების კონკრეტული თანმიმდევრობა. უფრო მარტივად რო აგიხსნათ, ავიღოთ დო მაჟორის გამა, მასში შემავალი ბგერები დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი და დო ოქტავა. არპეჯიო ამ გამის შემთხვევაში, დო მაჟორის შემთხვევაში არის შემდეგი ბგერები: დო, მი, სოლ, სი და შესაბამისად ისევ დო ოქტავა. აღსაქმელად უფრო მარტივი რო იყოს, მოდით დავნომროთ გამა. ასე ვთქვათ, დო იყოს პირველი საფეხური, რე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე იყოს ოქტავა. ამ შემთხვევაში არპეჯიო გამოდის პირველი, მესამე, მეხუთე, მეექვსე. ეს 4 ბგერა. უფრო მარტივად აღსაქმელი რო იყოს, ახლა ეკრანზე გამოვიდა პატარა დიაგრამა, სადაც უფრო მარტივად მივხვდებით. იგივენაირად მუშაობს მინორული გამის შემთხვევაში, ასე მაგალითად დო მინორის გამის შემთხვევაში გამოგვდის ჩვენ გამა თვითონ არის არპეჯიო გამოდის ისე ოქტავა. ანუ პირველი, მესამე, მეხუთე, მეშვიდე. აქვე მინდა ერთი პატარა სამეცადინოც გაჩვენოთ, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს თითების გასახურებლად. ძალიან კარგია არპეჯიოებით. ანუ სამეცადინო არპეჯიოებით. ესე იგი, ნახეთ. დო მაჟორის არპეჯიო. მერე დო მინორის არპეჯიო. შევეცადოთ გადავაბათ. და ესე შეგვიძლია ნახევარი ტონით, ანუ თითო ლადით მაღლა ავიდეთ და ძალიან კაი სამეცადინო გამოდის, უკვე ნელ-ნელა ტემპს მოუმატებთ და ძალიან კარგია მოკლედ. რომელიც ჟღერს და გამოიყურება შემდეგნაირად. და ასე შემდეგ. დღეისთვის სულ ეს იყო, რის თქმაც მინდოდა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეხვედრამდე.